ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა სენაკის მოსახლეობას პარტიის ჯანდაცვის პროგრამა გააცნო, რომელიც ორსულობის სახელმწიფო პროგრამაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანას გულისხმობს. მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველ სიღარიბის ზღვარს მიღმამყოფ ქალებს ორსულობის მონიტორინგი და მშობიარობა სრულად უნდა დაუფინანსდეთ. დეკრეტული შობილება კი 6 თვემდე უნდა გაიზარდოს. რასაც ვეძახით, სარწმუნებული ვარ, ამ ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ, იმიტომ რომ სხვა პოლიტიკურმა ამბობს, რომ ქრისტიან-დემოკრატებმა განვაახლეთ ჩვენი ჯანდაცვის პროგრამა, მათ შორის შვედი ქრისტიან-დემოკრატების, შვედი კონსულტანტების და ექსპერტების მხარდაჭერით და ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას ისეთ მოდელს, სადაც არც ერთი ადამიანი არ იქნება ქვეყანაში, რომელიც ვერ შეიძენს საჭირო მედიკამენტს, არც ერთი ადამიანი აღარ იქნება ქვეყანაში, რომელიც არ იქნება დაზღვეული ან არ იქნება სხვა პროგრამული სახელმწიფო სამედიცინო მომსახურება. მთელი მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა, მისაღებია ეს პროგრამა, იმიტომ რომ მოსახლეობის ძირითადი პრობლემა არის ჯანდაცვა. თუ ჯანმრთელი არ არის ადამიანი, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ მიაღწევს ცხოვრებაში და მთავარი და მნიშვნელოვანი არის პირველადი ჯანდაცვა.